პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში აცხადებს, რომ საქართველოში ფასები იმაზე მაღალია ვიდრე ევროპის ქვეყნებში. კობახიძე ამბობს, რომ ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ში შეადგენს. კობახიძე მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს შეისწავლონ სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხი. საზოგადოება ხშირად გამოხატავს უხელს იმის გამო, რომ ქართულ სუპერმარკეტებში სასურსათო პროდუქციის ფასები ევროპულ ფასებს მნიშვნელოვნად აღემატება. საკითხის შესაფასებლად შევარჩიეთ რამდენიმე ძირითადი სასურსათო პროდუქტი, შევადარეთ საქართველოსა და ევროპის კონკრეტულ ქვეყნებში ამ პროდუქტების ფასები და გავაანალიზეთ ფასნამატის სტრუქტურა, მათ შორის ქსელური მარკეტების სავაჭრო პრაქტიკა. ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც საკმაოდ დიდია. საქართველოსა და საფრანგეთში ერთი და იგივე საერთაშორისო ბრენდის ქსელურ მარკეტებს შორის ფასები რომ შევადარეთ, საქართველოში კონკრეტული მარკის ცესუმძირის ზეთი 34%-ით, მაკარონი 97%-ით, ბრინჯი 180%-ით, კარაქი 30%-ით, ყველი 42%-ით, ხოლო შოკოლადი 47%-ით ძვირია. ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86% შეადგენს. კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში ქსელური მარკეტების ფინანსური მოგება ევროპულზე ბევრად მაღალია. კერძოდ, საქართველოში კონკრეტული საცალო ქსელების წმინდა მოგების მარჟა 7, 8 და 14%-იც გია, როდესაც ევროპაში მათი წმინდა მოგების მარჟა საშუალოდ 2%-ია. აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ევროპაში მარკეტების ოპერირების ხარჯები, ფართის იჯარა, შრომის ანაზღაურება, კომუნალური ხარჯები და სხვა ბევრად უფრო მაღალია. ასევე ძალიან მაღალია დისტრიბუტორი კომპანიების წმინდა მოგების მარჟაც, რომელიც საქართველოში, როგორც წესი, 6-დან 13.5%-მდე მერყეობს. პროდუქცია ფასნამატი და მიმწოდებლისთვის დაგესრებული ფინანსური ტვირთი იმდენად დიდია, რომ ქართველი მწარმოებლებისთვის ხშირად უფრო მომგებიანია საკუთარი პროდუქცია არა ქართულ მარკეტებში გაყიდონ, არამედ საზღვარგარეთ ექსპორტზე გაიტანონ. ამიტომ არის, რომ ხშირად ქართულ მარკეტებში მრავლად ნახავთ ისეთ უცხოურ პროდუქტს, რომელიც ქართულ კომპანიებს საზღვარგარეთ გააქვთ. ეს სერიოზული პრობლემაა, რადგან სახელმწიფოს ინტერესი პირიქით ქართული წარმოების სახალისება და იმპორტის მაქსიმალურად შემცირება. მოგების მაღალი მარჟის პირობებში კომპანიები მარკეტების ქსელს სწრაფად აფართოებენ. ბოლო 5 წლის განმავლობაში ქსელური მარკეტების რაოდენობა ქვეყანაში ორჯერ გაიზარდა. შედეგად დღეს საქართველოში 100,000 კაცზე 113 მარკეტი მოდის, როდესაც გერმანიაში ეს მაჩვენებელი 45, ხოლო ავსტრიაში 62-ია. ლოგიკურია, რომ ქსელის გაფართოებასთან დაკავშირებული ხარჯები პროდუქტის ფასებზე პირდაპირ აისახება. წინასწარი ანალიზის საფუძველზე შეიძლება გამოიკვეთოს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომელიც მაღალ ფასნამატს და შესაბამისად მაღალ ფასებს განაპირობებს. მაგალითად, ესაა ეგრეთ წოდებული ქსელის ქეშბექი, მაღაზიაში შესვლისთვის დაწესებული საფასური, დისტრიბუტორებისთვის ან მწარმოებლებისთვის თანხის გადახდის დაგვიანება, მაღაზიების სიმრავლე და ახალი მაღაზიის გახსნის ხარჯის ასახვა ფასში და ასე შემდეგ. რასთავარია, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები შეასრულა შეთანხმებულად კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ, რასაც ბუნებრივია დამატებითი ანალიზი ესაჭიროება. აქტიურად ვიმუშავებთ სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ფასების შემცირებას მივახციოთ. საჭიროების შემთხვევაში ამისათვის სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებულ ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოვიყენებთ. გარდა ამისა, მოუწოდებ სამართალდამცავ უწყებებს სიღრმისეულად შეესალონ საკითხი და დაადგინონ ხომ არ იკვეთება კონკრეტული სუბიექტების საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. ასევე მინდა ვთხოვო საქართველოს პარლამენტს შექმნა საპარლამენტო კომისია, რომელიც საკითხის შესაფასებლად შესაბამის საპარლამენტო ბერგეტებს გამოიყენებს. ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურნენ პოლიტიკური პარტიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. მათი თქმით, ფასების საკითხის წინ წამოწევა სხვა პრობლემების გადაფარვას და მოსახლეობის უკმაყოფილების ჩახშობას ემსახურება. ეგრეთ წოდებული პრემიერი არის ჩვეულებრივი მატყუარა და აფერისტი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ საუბრობს ამ საკითხებზე, რომელზეც საუბრობს, რომ ისევ და ისევ თავისი ვიწრო ჯგუფი, თავისი რაღაცა სექტა, რომელიც მათ ნებისმიერ შემთხვევაში მხარს დაუჭერს და ტაშს დაუკრავს, ყავდეთ მობილიზებული დანარჩენი საზოგადოების იგნორში და დანარჩენი საზოგადოების ხმის გასათიშად. რეალობა არის ის, რომ ქვეყანაში არის მძიმე სოციალური მდგომარეობა, რეალობა არის ის, რომ ქვეყანაში არის გაათმაგებული ყველაფრის ფასი, მათ შორის ეს იქნება პროდუქტები თუ ჯანდაცვა თუ განათლება და ყოველდღიურად კიდევ უფრო უარესდება მდგომარეობა, ამიტომ საუბარი რაიმე პერსპექტივაზე და წინსვლაზე ამ ქვეყანაში არის ყველაფერი ტყუილი და ფარსი. წელს არ შექმნილა ეს პრობლემა, ხო? ეს პრობლემა უკვე წლებია დგას საქართველოში, წლებია პირობითად ბავშვები სკოლებში შიმშილობენ, იმიტომ რომ სახლში
ასე ვთქვათ, ვერ უზრუნველყოფენ მშობლები, რომ საკვები გაატანონ და სკოლაში დანაყრდნენ. ძალიან ბევრი ბავშვი დღემდე შიმშილობს ბევრ საჯარო სკოლაში. ასევე ბევრი ადამიანი ეს იქნება სოფლად ცხოვრებლები, რომლებიც მოწყვეტილი არიან, ასე ვთქვათ, ქალაქის ცხოვრებას, მათ არ აქვთ იმდენი შემოსავალი, რომ ელემენტარული ახალწელს შეხვდნენ, ასე ვთქვათ, ნორმალური დამანაყრებელი სუფრით. ეს პრობლემა არ არის ახალი, ეს პრობლემა დგას და რა ვიცი, საინტერესოა ახლა რატო გაჩნდა ქართული ოცნებისთვის ამ პრობლემის აღმოფხვრა პრიორიტეტებში, ესეც უბრალოდ ერთ-ერთი ხერხია იმ მავნებლური საქმიანობების გადასაფარად, რასაც უკვე ქართული ოცნება წლებია ახორციელებს და ერთ-ერთი ყველაზე მთავარია ის, რომ საკუთარ ხალხს წამლავდა და აი ამ ასეთი რაღაცა თითქოს და კორუფციასთან ბრძოლით და ბაზრებში ფასების რეგულირებით უნდათ რომ ის მავნებლური საქციელები გადაფარონ, რასაც უკვე წლებია ჩადიან. თვითგამოცხადებულმა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას აცნობა, რომ წლებია საქართველოში სუპერმარკეტები ადამიანებს ყოლეფენ და გაბერილი ფასები უდევთ პროდუქტებზე. და მოდი გადავხედოთ ერთი, რომელ მარკეტებზეა საუბარი და ვინ არიან ამ მარკეტების ხელმძღვანელები. დავიწყოთ ყველაზე დიდი ქსელით, რომელიც არის Carrefour-ი, რომლის მეწილედ საქართველოში არის ბიძინა ივანიშვილი და მე მგონი კარგად უნდა ვიცოდეთ ის, რომ ამ მაღაზიაში თუ არის მაღალი ფასები, ეს არის ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. მაგალითად ორი ნაბიჯი, რომლის 33%-იანი წილის მფლობელი არის ბექაური და ასევე ეს ბექაური არის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე, რის გამოც მას 18,000 ლარს უხდიან ხელფას. წინა წელს მაგალითად ამ პიროვნებას 18 მილიონი ლარი ჰქონდა მოგება ორი ნაბიჯიდან და კარგად ვიცით იქ როგორ ამუშავებენ ადამიანებს. ასევე ნიკო რავისია ქართული ოცნების შემომწირველის არჩევნებზე რომ ფულს წირავენ ხოლმე და იმ ფულით რომ დაქირავებული ყავთ თავიანთი აქტივისტები და პლაკატებს აკვრევინებენ. ვისი არის აგროჰაბი? ყველაზე დიდი ფასები რომ არის და თითქოს მართლა ნატურალური პროდუქტით რომ არის გაძეძგილი აგროჰაბის დახლები. ვისი არის ეგ აგროჰაბი? ხომ ვერ მეტყვით? ვისი არის დეილი, მაგნიტი? აი ამ ქსელებს ვინ აკონტროლებს? და მივედით იქამდე რომ კობახიძის მიერ დაწყებული აი ეს ვითომ სამართლისთვის, სიმართლისთვის, თანასწორობისთვის, ფასების დაკლებისთვის, მოსახლეობის ბედნიერებისთვის გაკეთებული ეს განცხადება და ძალოვნებს რომ დაავალა რომ მიდით და გაარკვიეთ ჯერ რომელ ძალოვანის პრეროგატივაა ის რომ მიდიოდეს და მარკეტებში ფასებს აკონტროლებდეს. ეგ მოუწოდეთ თქვენს ბელადებს და იმას ვინ ჩვენ მან დაგნიშნა და სათამაშო ხარ მისი და შენი მეშვეობით ქართულ საზოგადოებას ანადგურეთ. ერთი შეეკითხეთ თქვენს თავებს, აბა ქოცებო, რას გიშვრებიან ეს ადამიანები და ვის ხელშია საერთოდ საქართველოში ბიზნესი? ვინ აკონტროლებს ამას და ვინ ყოლებს ქართულ საზოგადოებას? ამ ბანკები ვის ხელშია? ან ფარმა მაფია ვის ხელშია? მოდი თავი გაანებეთ ამ პოპულისტურ განცხადებებს და საქმეზე ვილაპარაკოთ. და საქმე გვეუბნება რომ დღევანდელი ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ქართულ სახელმწიფოს ანადგურებს და აქ რუსებისთვის და არაბებისთვის აშენებს ახალ სახელმწიფოს. ეკონომისტების ნაწილი აცხადებს, რომ პროდუქტების ფასების და ზოგადად სამომხმარებლო ფასების ზრდის მიზეზი არის ხელისუფლების არასწორი ფულად საკრედიტო პოლიტიკა. ამჟამად საქართველოში ინფლაცია 4,8%-ია.